გამარჯობა რა. არა მიხავს. მადლობა. აიხარა. ვასილ, ეხლა რადგან ჩვენ ირანის მართვის სპეციფიკებით განვიხილეთ, თუ რაიმე იყო ირანთან დაკავშირებული ასე თუ ისე, რაც შეიძლებოდა ამ სივრცით მოგვეხერხებინა, ზოგადი მაინც გავაკეთეთ, ხო? და ეხლა მინდა ბოლო დღეების განმავლობაში რა ინფორმაციები ვრცელდება ამ თემებზე ვისაუბროთ. ურთიერთგაგების მემორანდუმი, ასეთი სახელწოდებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნდა მოეწეროს ხელი 19 ივნისს კონკრეტულად ჟენევაში ამ მემორანდუმს ირანის და ამერიკის მხრიდან. რას ნიშნავს ეს მემორანდუმი, რას მოიცავს, რა პუნქტებია და რამდენად არის შესაძლებელი ამ მემორანდუმის ფარგლებში მიიღწეს რაიმე შეთანხმება. 60 დღე არის მაქსიმალურივად და კი ბატონო, თუ კი ლაივში ვერ გვიყურებთ მაქსიმალურად Facebook-ზე და YouTube-ზეც აიტვირთება სრული ვერსია და შემდეგ შეგეძლებათ მოусმინოთ, თუ კი თქვენთვის საინტერესოა ეს თემები. პლუს ამას დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმაც გააკეთეს ამ თემის განცხადება. მემორანდუმთან დაკავშირებით გაჟღერდა თუ არა ინფორმაცია. აქ უნდა მოეწეროს ინფორმაციაში წერია 19 ივნისს უნდა მოეწეროს ხელი ჟენევაში ამ მემორანდუმს, ხო? და NBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემების მიმართულებით დრონები გაუშვაო. ეს საერთოდ საოცრებები ხდება ხოლმე. NBC-მ უკვე ტყუილების დაიწყო, თან ამერიკელ მაღალჩინოსებზე დაყრდნობილი ინფორმაციით, რომ უნდა მოეწეროს 19 ივნისს ხელი. და ხელის მოწერიდან უკვე დაიბომბაო ამას წერენ. ეს საერთოდ აბსურდში არის დაკარგულები. მოდი განვიხილოთ რას ნიშნავს ეს მემორანდუმი. რაღაც შრიალის ხმა მოდის მაგიდან. ხმა არა, მე გავიჩნდა. კარგი, მოდი რას ნიშნავს ეს მემორანდუმი ჯერ ზოგადად და მე თუ რამეა კითხებს დაგისვა მაგის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებას. დაგეგმილი ჰქონდა ახლო აღმოსავლური რეჟიმების სპეციფიკის განხილვა, იქ ავღანეთი, პაკისტანი, ირანი უკვე ზოგადად ვიცით, ერაყი, წამყვანი სახელმწიფოები, ვინც ასე თუ ისე ფიგურირებს და თვალში ხვდება მაყურებელს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მაინც ახლა დღეს ირანის ირგვლივ ვითარდება და ის ხელშეკრულება რომელიც სახელწოდებაც არის ურთიერთგაგების მემორანდუმი და რომლის ხელმოწერა დაგეგმილია 19-ში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მოვლენათა სერიაში, რაც თვითონ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს. თვითონ საიდან დაიწყო ახლა ეს ყველაფერი მაყურებელმა იცის, შაშანდელი 12 დღიანი სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ ისრაელის მიერ დაწყებული, შემდეგ ამერიკა რო შეუერთდა, აგერ 28 თებერვლიდან როგორი მასშტაბური და ელუსებური დარტყმებით მოახდინეს სამხედრო და სასულიერო მაღალი რანგის პირების ლიკვიდაცია. თუმცა შედეგი, რაზეც ჰქონდათ გათვლა, ის შედეგი არ დადგა და უკვე მივიდნენ ურთიერთგაგების მემორანდუმამდე. მანამდე არ შეიძლებოდა აქამდე რომ ესულიყვნენ, ანუ ეს რო დაბომბეს ამის შედეგად არის. მე ვფიქრობ, სრულიად საპირისპირო, იმიტომ რომ არის რამოდენიმე ფაქტორი, რაც საერთოდ არ ჩანდა მანამდე. და აი ამ კონფლიქტურმა სიტუაციამ წინა პლანზე წამოწია და ირანს დამატებითი ბერკეტები ფაქტიურად ჩაახუტეს. რომელ ბერკეტებზე ახლა მაგაზე ვისაუბრებთ. ურთიერთგაგების მემორანდუმის ეს სახელწოდება ძირითადი პუნქტები გაჟღერდა, შემდეგ კიდევ სხვა რაღაცებიც დაამატეს, გარცელდა, მაგრამ ძირითადს გამოყოფ ახლა რას გულისხმობს ეს მემორანდუმი. პირველ რიგში თავისთავად დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი ყველა ფრონტზე. აქ საუბარია არა მარტო ირანის წინააღმდეგ და ირანი რომ ბომბავს ამერიკულ ბაზებს ან სხვა მნიშვნელოვან კრიტიკულ ინფრასტრუქტურას სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სადაც ამერიკული ბაზები მდებარეობს. აგერ ორი კვირაც არ არის, თუ ერთი კვირის წინ ქუვეითის აეროპორტი დაბომბა. ქუვეითის აეროპორტი ახლა რომელი სამხედრო დანიშნულების ის იყო, ხო? არა, სამხედრო ბაზა, მაგრამ დაიბომბა, გაანადგურა ირანმა. ანუ ამ კუთხით თავისთავად ცდება ხო სამხედრო დანიშნულებას, მაგრამ მიზეზიც გასაგებია, ირანი როცა მიმწყდეულია კედელთან, ცდილობს
გააკეთოს ის, რაც გამოსდის. სხვა კუთხით ახლა ამერიკის სამხედრო ძალებს და ისრაელის სამხედრო ძალებს ამ შემთხვევაში საჰაერო ძალებზე იყო საუბარი, ვერაფერი ვერ დაუპირისპირა. რა ჩამოუგდო ახლა იგი ერთი იყო საუბარი, ჩამოაგდეს ქუვეითში თუ არ ვცდები, ისიც ქუვეითის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. თავისიანება ჩამოუგდეს. ხო და არა აქვს ირანს ისეთი ძლიერი სამხედრო მრეწველობა, რომ აღეკვეთა ამერიკის და ისრაელის ავიაციის სრული ბატონობა ირანის ფსაზე და ირანი რამხელა სახელმწიფოა, ხო 1.600.000 კვადრატულ კილომეტრს ცდება. და ამ თვალსაზრისით ეს დარტყმები სამხედრო და არა მარტო სამხედრო ინფრასტრუქტურაზე გამოწვეული იყო იქიდან, რომ ეძულებინა სოფლიო წამყვანი სახელმწიფოები და ეს სახელმწიფოები ნავთობმონარქიები, მათი გავლენები ესე რომ ვთქვათ, მოეყვანა სისრულეში, ანუ რომ იმოქმედათ, ზეწოლა მოეხდინათ თავიანთ მოკავშირეებზე, ამერიკაზეა ამ შემთხვევაში საუბარი, რომ სხვანაირი მიდგომა საჭირო ირანთან. რაც ჩვენ ხედავთ აგერ ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის იმაში, ხო, ფორმატში, რაც გამოვლინდა. პირველი ეს ცეცხლის შეწყვეტა, როგორც ირანის წინააღმდეგ, ასევე ირანმაც უნდა შეწყვეტოს, პლუს დამატებით ლიბანშიც უნდა შეწყდეს, რადგან ირანმა არაერთხელ განაცხადა, რომ აი ამ პერიოდში, როცა მოლაპარაკებებს მიდიოდა, ეს უკვე ჰორმუზის სრუტის ბლოკადის შემდეგ, მანამდე ისრაელი ატარებდა სამხედრო ოპერაციას ლიბანის სამხრეთ ნაწილში, სადაც ჰეზბოლას პოზიციები არის ძლიერი. და ირანმა დაურთო, რომ ეს ერთვის ზუსტად ირანის ამ ბირთვულ პროგრამას, რომლის ირგვლივ მიდიოდა მთელი ეს პერიოდი კულუარული მოლაპარაკებები, რომ ირანი წამოვა მოლაპარაკებებზე, დათმობებზე, თუ ეს საკითხიც იქნება განხილული. ანუ მაყურებელს ეცოდინება, გქონდა ჩვენ ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც შევახსენებ, რომ ლიბანური ჰეზბოლა ეს შეიტური გასამხედროებული სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1980-იანების დასაწყისში და რომლის ჩამოყალიბებაში აქტიური როლი ითამაშეს როგორც სირიის სპეცსამსახურება, მაშინ ხაფეზ ალ-ასადი იყო, ბაშარ ალ-ასადის მამა და ასევე იყო გადამწყვეტი როლი ითამაშეს ირანის ხელმძღვანელობამ. იქ ასობით ისლამური რევოლუციის გუშერთა კორპუსის ინსტრუქტორი და ოფიცერი იქნა მივლინილი და მათ ეს შეიტური თემის ვერბოვკით, ანუ წევრების ვერბოვკით, შეიტური თემის ლიბანის მოახდინეს და შექმნეს ყველაზე მძლავრი, ეფექტური რეგიონულ დონეზე. პროირანული პროქსი ძალა. და ირანის თავისთავად იტოვებს აი ამ სასაუბრო თემასაც, რომ ეს ბერკეტები მაინც დარჩეს. მას შეუძლია ახლა თავისთავად გავლენა იქონიოს ჰეზბოლაზე, რომ დააშოშმინოს, იმიტომ რომ წინა პლანზე ირანისთვის გაცილებით უпроსოდ არანაკლებ სასიცოცხლო მნიშვნელოვანი საკითხებია ეს სანქციების მოხსნა პირველ რიგში ენერგორესურსების ექსპორტის სფეროში. და ირანი წავა ამ იმაზე დათმობებზე, რომ დააწყნაროს ჰეზბოლა და იქით ხუსიტები, იმის სანაცვლოდ, რომ მოხდეს ირანზე დაწესებული სანქციების შერბილება. ანუ იქ ეტაპობრივად არის ეს ყველაფერი გაწერილი, მაგრამ მაინც ახლა ერთ-ერთი წამყვანი პუნქტი, რაც ირანი აყენებს, ეს არის ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციების მოხსნა. ეს პირველი პუნქტი ყველაზე მთავარი. მეორე, თავისთავად ჰორმუზის სრუტის დებლოკირება. ანუ უნდა მოხდეს დანაღმული აი ამ მონაკვეთების განაღმვა. იქ არ ვიცი, ხა იქ ამერიკელებიც ჩაერთვებიან სავარაუდოდ, თუ ირანი ამას სრულად ვერ მოახერხებს უკვე, იმიტომ რომ დიდი შვიდეულის შეხვედრაშიც გაჟღერდა ეს, რომ იქ სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, ბრიტანეთის და საფრანგეთის ერთობლივი კომისია თუ რაღაც სახელწოდება, რომ ერთობლივად მოახდენენ ამ დანაღმული მონაკვეთების განაღმვას. ერთი სიტყვით ჰორმუზის სრუტის დებლოკირება თავისთავად ამერიკული ავიამზიდები სამხედრო კონტინგენტი აქედან უნდა გავიდეს. ანუ სამხედრო ბაზებზე არ მაქვს საუბარი, რაც ახლა მოსალოდშია. საუბარია ჰორმუზის სრუტესთან ახლოს, რომლებიც სადაც იმყოფებიან ეს ამერიკული გემები. მესამე თავისთავად ეს მესამე საკითხი ახლა ამ ყველასთან ერთად
არის ეს ვადა ორთვიანი ვადა მესამე იქ სხვა პუნქტებიცა მაგრამ მე გამოვყოფა ძირითადად ორთვიანი ვადა აი მოვორთვიან ვადაში უკვე ამ მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ეს არის ერთგვარი ტესტი ორივე მხარისთვის ვინ როგორ შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას რომლის ქვეშაც ისინი ხელს მოაწერენ აგერ ჟენევაში იმედი ახლა რამე ისეთი ექსცესი არ მოხდება როგორც შარშანას აპირებდნენ ხელმოწერას და რა მოხდა ეხლა თებერვალშიც იგივე იყო და მესამე სერია ეხლა რამე ხეტრიკი არ ჩაატარო როგორც ლიონელ მესიმ გუშინ ჩაატარა ისეთი რაღაც არ მოხდეს ხო და მესამე რაუნდი არ დაიწყოს კონფლიქტის. თუმცა მაგას შევეხებით, რატომ არ არის თლად ეს მყარი, ეს ხელშეკრულება, ეს ჩემი ვარაუდი არის და მას მთელი ის პუნქტებად შემიძლია იმის ჩამოთვლა. მე პუნქტები რომ წავიკითხე, შენ ახლა ირანისტი ხარ და უფრო სიღრმისეულად იცნობ ამ საკითხებს და 24/7-ზე ამ თემებზე მუშაობ, მაგრამ მე როგორც ამ კონფლიქტის არაპროფესიონალი რომ წავიკითხე ამ მემორანდუმის პუნქტები, მეც გავიაზრე და მივხვდი, რომ იქ ძალიან ბევრი ხვრელია ისეთი და ძალიან ბევრი ნიშანია ისეთი, რის გამოც შეიძლება წინააღმდეგობა წავიდეს და საერთოდ 19 ივნისამდე 2 დღე დარჩენილი და ვერც კი მოეწეროს, ვერც კი მივიდეს ხელმოწერამდე ეს მემორანდუმი. იმდენად აბსურდული რაღაცები წერია, იმიტომ რომ ირანი არ ამგონია საბოლოო ნახეთ პუნქტში წერიათ რომ აუცილებლად მუდმივად ანუ ნახე აღარასოდეს აღარ ბირთვულის გაკეთებასო და ამაზე ირანი არ ამგონია და თაფლები ამისთვის იბრძვის. მან სხვა რაღაც არის. არსებობს უნდობლობის მომენტი. სავსებით ლოგიკური აქ ირანის მიმართ სიმპათიები საერთოდ ან ანტიპათიები საერთოდ გამორიცხო. თქვენ რას იზამდით? აგერ ავიღოთ რუსეთი, აი რუსეთის შემთხვევაში ახლა, ხო? რაც შარშან გააუკეთეს ირანს, მიდიოდა მოლაპარაკებები და მოხდა ეს სამხედრო ოპერაცია დაიწყო. აგერ იანვრის დასაწყისში თებერვალში მიდიოდა მოლაპარაკებები, ისე დაბომბეს. მესამეჯერ ახლა იმ ძალას შენ მაგის კეთილნებას ან კარგი ბიჭის სიტყვას ენდობით? თქვათ ურანი რომ ჩააბაროს ან მოხდეს მისი გაზავება და ნუ უკვე განეიტრალება ამ კუთხით. და მე რა რჩება ხელში? მთავარი მოთხოვნა ხო ეს არის, ეს უქმნის შიშებს, სავსებით ლეგიტიმური შიშებიც აქვს, მაგრამ ირანის გახედვა როგორ არის? მოდის მოლაპარაკებებზე, შენ ბომბა, მოდის მოლაპარაკებებზე მეორეჯერ ბომბა. ეხლა რომ დათმოს ის, რის გამოც ბომბავდი მის ბირთვულ ობიექტებს, შემდეგ ჯერზე ზეგ რომ დაბომბოს ახალმა ადმინისტრაციამ, მერე ამიტომ მყარი გარანტიები არ აქვს. იქნება გარანტორი. ამ შემთხვევაში ეს ჯერჯერობით არ ჩანს. მე ერთ-ერთ ეთერში მქონდა მას საუბარი, რომ მე უფრო ჩინეთს მივიჩნევ, ანუ ვისაც ირანი ენდობა. და ვისაც გავლენები ახლომოსავლეთში გააჩნია და ინტერესები გააჩნია, რაც მთავარია. ჩინეთი დაინტერესებულია ახლომოსავლეთში სტაბილურობით, რადგან მისი ეკონომიკის 30% მიმულია ზუსტად ახლომოსავლეთის ენერგორესურსებზე. მარტო ირანიდან კი არ ყიდულობდა ნავთობის 90%-ს, არამედ ყიდულობდა ნავთობს ქუვეითიდან, ერაყიდან, იმიდან გაერთიანებულ არაბთა საამიროებიდან, გაზი ყატარიდან ვაჭრობა მარტო ვაჭრობა გაერთიანებულ არაბთა საამიროებთან სამჯერ შემცირდა. ანუ მთლიან რეგიონია მისთვის მნიშვნელოვანი. თავისთავად ახლა ჩინეთმა რაღაცა უნდა მოახდინოს ამის კომპენსირება, ამის დაკარგვა და არ არის დაინტერესებული აქ პერმანენტული ქაოსი იყოს და გავიხსენოთ თუნდაც ჩინეთის მედიატორული როლი საუდის არაბეთს ირანის შორის ურთიერთობის დარეგულირების, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის კუთხით. არავის არ უქმნიეს მანამდე არც საუდის არაბეთის და ირანის შერიგება, არც ამერიკას და არც დასავლეთს. ჩინეთმა ეს გააკეთა და ახლა ირანის ირგვლივ ეს რო შეიქმნა თავისთავად და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ირანის მხრიდან ეს რო გამოცხადა, ეს იყო როგორც ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმი, სხვა მეტი რა შეუძლია ირანს. და პლუს თავისთავად ეს უკვე ჩინეთის ინტერესებზეც იმოქმედა ხო უარყოფითად, მაგრამ ირანს როგორ აიძულება, ხო? ამ შემთხვევაში ირანს არაფერი არ აქვს ისეთი ბალისტიკური რაკეტები კი გასაგებია, დრონები გასაგებია, მაგრამ ეს არასაკმარისია რომ ყოლა შეშფოთდეს. ამოქმედე მარტო შეშფოთება არა. კონკრეტული ნაბიჯები გადადგან რომ
დააწყნაროს მეორე მხარე, რომ ირანზე შეწყდეს სამხედრო იერიშები. და დააკვირდით ახლა თვითონ ამ კონფლიქტმაც რა აჩვენა. მანამდე ამ კონფლიქტამდე საუბარი აგერ მეორე ფაზა, პირველი ფაზა იყო შარშან ზაფხულში. ამ კონფლიქტის მეორე ფაზის მიმდინარეობისას ირანმა მოახდინა ჰორმუზის სრუტის ბლოკადა. რაც მას არ გაუკეთებია მთელი 8 წლის განმავლობაში, როდესაც ეომებოდა ერაყს 1980-დან 1988 წლის ჩათვლით. და მაშინ ერაყს ეხმარებოდა მთელი სუნიტური სამყარო, ნავთობ მონარქიები და იქ მთელი რიგი არაახლომოსავლური მუსლიმური სახელმწიფო. ეხმარებოდა ამერიკის შეერთებული შტატები, ეხმარებოდა საბჭოთა კავშირი. შემდეგ უკვე როცა დაინახეს რომ ერაყის არმია იმარჯვებს მთელი რიგი მიმართულებით, ამერიკამ და ისრაელმა გადაწყვიტეს ირანის ხარდაჭერა. იქ აწვდიან მეორე დანიშნულების კომპონენტებს, აი როგორიც არის ტანკების ან თვითმფრინავების სხვადასხვა კომპონენტები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდში, იმიტომ რომ შახის დამხობის შემდეგ შეწყდა ეს ძველი კონტაქტები და კონტრაქტები, რაც შახის სამხედრო მანქანას ჰქონდა გაფორმებული დასავლურ წამყვან სამხედრო კორპორაციებთან. ამის ჩანაცვლება რით უნდა მომხდარიყო საბჭოთა კავშირში რა უნდა შეეძინა ჯერ ერთი მტრულად იყო განწყობილი ისლამური რეჟიმი ხომეინის მეთაურობით საბჭოთა კავშირის მიმართ. სხვაგან საუდო შესყიდა ის შეიარაღება, რომელიც მხოლოდ დასავლეთის სამხედრო არსენალში იყო. აქედან გამომდინარე დამოკიდებული იყო ირანი ამ თვალსაზრისით დასავლურ ხარდაჭერაზე, რაც შემდეგ გამოვლინდა და შემდეგ უკვე გამჟღავნდა ეს ირან გეიტის საქმეში, ირან კონტრასი. ეს ყველას ეცოდინება ირან კონტრასი ესეთი სკანდალური არის, შემდეგ შეუძლიათ ამერიკის სენატი თუ კონგრესის ის იყო საგამოძიებო კომისია ამაზე შექმნილი და წიგნებიცაა გამოცემული რა როგორ კეთდებოდა. ირანს ყიდნენ იარაღს მეორე დანიშნულების ამ მიღებული ფულით აფინანსებდნენ ნიკარაგუელ კონტრასებს. ნიკარაგუელი კონტრასები ეს ნიკარაგუას სახელმწიფო ეწოდინება ლათინურ ამერიკაში. მან 79 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ მემარცხენე ძალები, კომუნისტები, ეს ეროვნული გამათავისუფლების სანდინისტთა ფრონტი. აი დანიელ ორტეგა როა ახლა ის მოდიოდა იქიდან იმ პერიოდიდან. მაშინ ახალგაზრდა იყო. დაამხეს პროდასავლური სომოსას დიქტატორული რეჟიმი. და ის დამხობილი რეჟიმის მომხრეები და ყოფილი გვარდიელები წავიდნენ ჯუნგლებში და ჩამოყალიბეს კონტრას. აი მაგათ აფინანსებდა. ნუ შემდეგ ეს ინფორმაცია გასხდა და ცნობილია როგორც ირან კონტრასის სკანდალური საქმე. ხო და ასეთ ვითარებაში რა გამოჩნდა რომ მანამდე ირანს არ დაუბლოკია ეს ყოველთვის მუქარი შემოიფარგლებოდა და როგორ არის ის ცნობილი ის არის ხო ბავშვი რომ მშობლებს ეუბნება მგელიო და ერთხელ რომ მივიდნენ რომ არ არის მგელი მეორეჯერ არ არის და მესამეჯერ მართლა რომ მივიდა მგელი და რეაგირება არ იყო და შემდეგ უკვე ეს უბედურება მოხდა. აი ესე მოხდა ირანის შემთხვევაში. ირანი სულ იმუქრებოდა არასერიოზულად ჩანდა უკვე ირანის მუქარები ამ წლების განმავლობაში, მაგრამ როდესაც ირანის სახელმწიფოებრიობის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგა, ირანმა ეს ბერკეტი გამოიყენა. და გითხარით სხვა რესურსი რა ქონდა ხა ბალისტიკური რაკეტებით კი ბომბას დრონებით გასაგებია იქ 95-96% ჩამოაგდეს ხო იქ ამერიკის ხაერსაწინააღმდეგო სისტემები რაც ამ არაბულ ქვეყნებში განთავსებული, მაგრამ რაც მოხდა ისიც საკმარისი იყო ამ ქვეყნებისთვის. იმიტომ რომ ათობით წლის განმავლობაში იყო ჩამოყალიბებული ეს დუბაის მოდელი და ეს ნავთობ მონარქიები და სტაბილურობა და ორმა დრონმა შეარყია აგერ ქუვეითის ნავთობ ინდუსტრია. ხო ეს ერთ დღეში და მეორე დღეს კიდე რო გაუშვას 100 და იმ ორი რომ მოხდეს ისევ ხო და ეს ხო პრობლემა არის, ხო ეს ხო პერმანენტული იმაში არის გაურკვევლობაში და ასე შემთხვევაში რომელ იმაზე სტაბილურ განვითარებაზე და ინვესტიციების ჩადებაზეა საუბარი ხო რეგიონში და თავისთავად ნავთობ მონარქიების დაინტერესებულია რომ ეს კონფლიქტი ამოიწუროს და სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდოს.
და ზუსტად აი ამაზე მინდოდა ხაზი ამისთვის იგი ამ კუთხეში მიმწყდელმა ირანმა უკვე როცა ეს მუხარები ხო ჩავკეტა ჰორმუზის სრუტეს სასაცილოდ არ ყოფნიდა ხო სულ იცინოდნენ ჩვენ იმას რომ გადავხედოთ სულ რა აცინებთ არ ვიცი ჯერ ერთი აი სულ სიცილების სმაილი და ეხლა სად არიან ფაქტიურად ირანს აჩვენეს აი ამ ჰორმუზის სრუტის ბერკეტის მნიშვნელობა პირველი ვინ რა მოიმოქმედა ვინ დაუდგა ამერიკას მხარში ამ ჰორმუზის სრუტის დებლოკირებაში ვინ დაუდგა არავინ არ დაუდგა ევროპული ქვეყნიდან დიდ ბრიტანეთს მიმართა ბრიტანეთმა ჩვენ ამაში ვერ ჩავერავითო საფრანგეთს მიმართა მაკრონმა რაღაც თავისებური სტილით მოიკითხა ტრამპი ესპანეთს მიმართა ესპანეთმა საერთოდ არ ვიცი ახლა ანტიამერიკული პოზიცია დაიკავა ამ საქმეში ეს დაინახა ირანმა პლუს ეკონომიკური ზარალის კუთხით ვინ როგორ მოქმედებს რეგიონში და რა გავლენა იქონია ამან სოფლიო ეკონომიკაზე ამას სწავლობენ ირანელები აი ამ მნიშვნელობას და არ დაგვაიწყდეს ეს მარტო არის ჰორმუზის სრუტე და ბაბელმანდების სრუტე სადაც ხუსიტები არიან ველური ტომები ის არ გამოუყენებია ირანს ხო და ფაქტიურად აქამდე არც გადაუდგამს ეს ნაბიჯი ერახთან 2-8 წელიო მომდა მაშინ იყო ტანკერების ომი ეგრეთ წოდებული იქ სხვადასხვა დროშების ქვეშ მცურავ ტანკერებს ბომბავდნენ და შემდეგ უკვე სამხედრო ხომალდებიც აცილებდნენ იმას ტანკერებს მაგრამ ჩაკეტვით და ის როგორ ამ ფორმით როგორც ახლა გააკეთა ირანს არ გავკვეთები ეხლა აჩუქეს ეს ბერკეტი და ირანმა ეს ყველაფერი დაინახა ვინ რისი მაქნისია და ვინ ვისთან დადგება და მე რაც დავაკვირდი თვითონ ახლა ირანელების ისინი ფრთხილად არიან იმაში შეფასებებში აი თქვა რუსეთმა რატო არ დაეხმარა ჩინეთმა არ დაეხმარა ერთი რაფორმი დაეხმარა ეს ჯერ უცნობია დიდი დახმარება ახლა რუსეთისგან ვერ ექნებოდა გასაგები მიზეზის გამო რუსეთი ჩაფლულია უკრაინის კონფლიქტში და თავი არ უჩანს მაგი როგორ გამოძრობა იქიდან ჩინეთი ეხმარებოდა იქ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა რუსეთიც ეს ინფორმაციას გავცელდა რომ რუსეთი სადაზვერვო ინფორმაციებს აწვდიდა ირანს მაგრამ ჩინეთიდან სხვადასხვა ტექნოლოგიებიც მიუღია არ არის ამას ჯერ ეს ფართო ცნობილი ჯერჯერობით მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ცნობილი გახდება მაგრამ რაც ამან აჩვენა ამ ვითარება ერთადერთი მოკავშირე რაც ირანს გააჩნია აი ამ ასეთ კონფლიქტურ ვითარებაში არ დაგვაიწყდეს ახლა ამერიკას თავისუფლად შეეძლო და შეუძლია ირანი ხერხემალში გადატეხოს მაგრამ რის საფასურად ეს არის აღსანიშნავი ბევრი წერს ირანმა მოიგო ასე არ დგას საკითხი თავარია ვინ რისი ფასის გადამხდელია ირანი თავისი ქვეყნის გადარჩენისათვის და თავისი ეროვნული ინტერესების დაცვისათვის როგორც ეს მათ ესვით ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელი და თუ ჩაიძირებიან იქ მთელ რიგ სახელმწიფოს ჩაიყოლებენ თან ისე ჩაიყოლებენ რომ ეს კარგახანი გადარჩენილებს ემახსოვრებათ სხვა მეტი რა გააკეთოს და აი ამ კონფლიქტურმა იმანს აჩვენა რომ ვინ რაზე არის წამსვლელი სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაუნადგურეს უმაღლეს სასულიერო ლიდერი გაუნადგურეს სისტემა არ ჩამოიშალა ამაზე მქონდა მგონი საუბარი შეთან როგორი სისტემაა ირანში მოზაიკური ის არის სისტემა ძალაუფლების დივერსიფიკაცია არის გაკეთებული დელეგირებულია ფუნქციები თეირანიდან არ ელოდებიან იმას ავღანეთის საზღვართან რა გავაკეთოთ იქ თუ რამე კონფლიქტური შეიქმნა რაც საფრთხეს უქმნის ირანის საზღვარს არსებულ სტაბილურობას იმ რეგიონში ისინი ადგილზე წყვიტავენ ამას და თუ მერე შემდეგ რაღაცა შეთანხმება დაჭირდა თეირანთან შეუთანხმებენ მაგრამ იმ დროს როცა გაწყვიტეს ეს ნახევარი გენერალიტეტი ვისთან უნდა დაერეკათ ვისთან უნდა შეეთანხმათ ხო ბუნკერებში იყვნენ მიმალნული და იქ თანამდებობის გადაბირების და როტაციის კუთხით მოხდა ჩანაცვლება ის პოსტები რაც განთავისუფლდა ამ ხალხის ლიკვიდაციის შემდეგ ხო და მოზაიკურ სისტემას როგორ მოშლე აღმოჩნდა რომ არც ეთნიკური უმცირესობები აჯანყდნენ ქურთებზე ქონდათ იმედი მე ავხსენე ეს ქურთები არასერიოზული ახლა ქურთების ფაქტორი ირანს არ შეარყევს თურქეთს უფრო შეარყევს ქურთული ფაქტორი ვიდრე ირანს ამაზე ცალკე შეიძლება გადაცემის გაკეთება
დეტალურად ახსნათ შემდეგ რა განსხვავებებია ქურთულ ფაქტორზე. არ ქონდა შიდა მხარდაჭერა ამას. არც მოსახლეობა გამოვიდა. მეტი კარგი პირობები რა უნდა ყოფილიყო იმ ახალგაზრდებისთვის, ძირითადად იმასე, რაც 100,000-ზე გამოვიდა დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში. და როცა ეს მთელი ეს გენერალიტეტი ხელმძღვანელობდა სადამჯელო ოპერაციებს, ეს საპროტესტო აქციები რო ჩაეხშოთ, ბევრ ადგილას შეიარაღებული ფორმირებებიც ნახეთ, ხო, 100-ზე მეტი 150-მდე თუ ცოტა მეტი ეს პოლიციელი დაიღუპა სამართალდამცავი სტრუქტურიდან, ხო, ირანის. საიდან გაუჩნდა იარაღი, ახლა შეიძლება დემონსტრანტს კონდეს რაღაც ზიზღი ხელისუფლების მიმართ იარაღის გამოყენება, ეს ცოტა ისაა გაცო, ეს უნდა იცოდე. რამდენმა იცით ახლა მაყურებელმა იარაღის დაშლა აწყობა და დამიზნება და სროლა. მე არ ვიცი მაგალითად ახლა. ვიზუალურად რაღაცას მოვახერხებ, მაგრამ ეს თვითნასწავლი ის იქნება, ხო, ეს არ არის ასე, ხო, მარტივი და როცა უპირისპირდები პროფესიულ იმას ჯარისკაცს ამ პოლიციელს, იქ უკვე საბრძოლო მოქმედებები მიდიოდა მთელი ის რამდენი ხანი და დაიღუპა, ხო, ორივე მხრიდან, აქედან დემონსტრანტების მხრიდან 1000-ობით დაიღუპა. და ეს ხალხი რომ უკვე არ არსებობდა, რომ მოხდა მათი ლიკვიდაცია, მე რატო არ გამოვიდნენ? ხო, წესით უფრო მეტი უნდა გამოსულიყვნენ. არ კითხები არ გიჩნდება და ხა ვინც ერთ ამბავში იყრეთ, კაცო, დაამხეს და ამოაყირავესო, კაცო. ყველა იყო მიმული ამ დასავლურ იმას ამბავ პროპაგანდას, მეთქი არ არის ასე, ვერ ამოაყირავებენ ამ რეჟიმს, აუხსენენ მთელი ფაქტორები, დიდი სოციალური ბაზა აქვს, ადგილობრივი მენტალიტეტი უნდა გაითვალისწინოს, მათი საერთოდ სახელმწიფოებრივების ფსიქოლოგია როგორი აქვს ირანელების, როგორ უყურებენ უცხოელებს. ირანი ნაციონალური სახელმწიფო, რომელიც 1000 წელი ცხოვრობდნენ იქ და სხვადასხვა დინასტიების და სხვადასხვა სახელმწიფოების ქვეშ. მაგრამ სულ ეს ირანული დომინანტობა იყო სპარსული. არაბებმა ვერ მოახდინეს ამის ამოძირკვა. თემურლენგმა 70%-ზე მეტი სპარსელები გაწყვიტა, როცა ირანი დაიპყრო. თემურლენგმა დაიპყრო ირანი და თემურლენგმა 8-ჯერ შემოისია საქართველოს, საქართველოს ვერ დაიპყრო. ხონო მაშინაც ჩვენც დიდი ზარალი მივიღეთ, ხომ ირანმაც მიიღო მაშინ დიდი ზარალი. მაგრამ სპარსული ეს ცივილიზაციური კოდი ეს დარჩა. მერე ვერც ეს თურქული დინასტიები რო იყო, იქ სეპიანთა დინასტია, ყაჯართა დინასტია, სპარსული ელემენტი სულ იყო იქ თვალსაჩინო. ნუ შემდეგ ფეხლევის დინასტია რომ მოვიდა, სპარსული ცივილიზაციური ეს ნაციონალიზმი წამოვიდა და მერე ისლამური კომპონენტი დაემატა ახალი რეჟიმის ქვეშ. ანუ რელიგიური ის კუთხით, რელიგიური მოტივაციით. ახლა შიიტური ისლამის დამხობა მუსლიმურ სახელმწიფოში ერთადერთი შიიტური სახელმწიფოა, ხო? საუბრობ, სადაც შიიზმი არის ოფიციალური რელიგია. ახლა ამ ფაქტორებს თუ არ გაითვალისწინებს მკითხველი, მაყურებელი, თქვენ ვერ გაიგებთ მაშინ რა ხდება და იქნებით ამ იყავით მაშინ ამ Wall Street Journal-ის და იმის ანაბრად და უყურეთ ამ იმას და იცხოვრეთ ამ ზღაპრებში. ხო, გადახედეთ რა პოსტებს წერდით აგერ დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე და რომელი ასრულდა და რატო არ ასრულდა კითხებს რაღაც რევიზია არ უნდა მოახდინო თქვენ იმაში და გაჭმევენ ამ იმაზე დაბოლილი რაღაც გოიმები ბოდიში არ ეწყინოთ ახლა მაგრამ როგორც გოიმებს ისე აჭმევენ კაცო ამ იმას და არ უხსნიან სიტუაცია რატომ არის რატომ მივიდა მემორანდუმი რატო არ დაამხეს ეს რეჟიმი და ტრამპმა რო ახსნა 56,000-ის დემონსტრაცია დახოცა ამ ტერორისტულმა რეჟიმმა ვერ გავიგე ახლა ამ მემორანდუმს რო აფორმებ ამ ტერორისტებთან აფორმებ ხელშეკრულებას კაცო არ კითხები ხო უნდა გავიშოს მაშინ ტყუი ხარ შენ არ დაუხოცია მაგდენი ირანის ხელისუფლებამ 3000 რაღაც აღიარა 3500 თუ არ ვცდები მასუდ ფიზიშკანს ხონდა ამაზე დაწერილი ვასილ ნახე რა მინდა კიდე გაითვალისწინოთ და რა მინდა ავხსნათ მე-6 მემორანდუმის მე-6 პუნქტის მიხედვით შეერთებული შტატები თავის რეგიონულ პარტნიორებთან ერთად იღებს ვალდებულებას შეიმუშაოს ორივე მხარის მიერ შეთანხმებული ყოვლისმომცველი გეგმა ირანის ისლამური რესპუბლიკის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მინიმუმ 300 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის დაფინანსების უზრუნველყოფით ანუ ესეც მინდა რომ ავხსნათ ჩემი ხმა ისმის რაღაც მიკროფონის ჩართვაში მე გაგითიშე რომ შიშინებს ორივე ერთად რო საუბრობთ და შენ გაგითიშე ხა მე გავითიშავ ჩემსას არ ვიცოდი და არ
ხო, ესე იგი ეს უკვე ამ იმაზე აბსურდული თეატრი. ეს ბერკეტი ჩაახუტეს ირანს. რაც აქამდე არ იცოდა ირანმა ეს როგორ უნდა დაეტესტა, ეს შეიძლება ვარაუდის დონეზე გაწეროს, რომ თქვათ, აი ამ ბლოკადას შეიძლება ეს და ეს მოყვეს. ეგერ გამალ აბდელ ნასერმა ცივი ომის პერიოდში 56 წელს მოახდინა სუეცის არხის ნაციონალიზაცია და მოხდა სამი ქვეყნის სამხედრო ინტერვენცია. იქ საფრანგეთის, ბრიტანეთის და ისრაელის ჯარების. ეს იყო მაშინ, ეხლა რა მოხდა? არავინ არ დაუდგა ამერიკას. ხო, ეს კაი აჩუქეს ეს ბერკეტი. ახლა მეორე ამ 60 დღის ვადაში ბევრ ესე იგი დივერსიულ ქმედებებს ვიხილავთ სხვადასხვა ძალების მხრიდან, ეს აუცილებელია რა ამერიკა და ირანის მხრიდან იყოს, არც ერთი მხარე არა დაინტერესებული ახლა ამ კუთხით. არანაირად. იმიტომ რომ დომებოდა ამერიკას გაეგრძელებინა, კიდევ უფრო დაასუსტებდა ირანს და ირანის თავისთავად გააგრძელებდა ამ ნავთობ მონარქიებზე რაკეტების რახონს და მოკლედ ხო და სხვა ძალებმა რაღაცები ისევე ვის დაინტერესებულია რომ აქაც ამერიკა ჩარჩეს ყურადღება გადაიტანოს. ახლა თქვენ თვითონ მიხვდით ახლა ვის შეიძლება ეს აწყობდეს. აქ მარტო ისრაელზე არა საუბარი. ისრაელი ახლა ისრაელი მიიღებს მაინც თავის გარანტიებს, აკი აცხადებს რომ იქ მისი ინტერესები არა გათვალისწინებული, მაგრამ იქ ამერიკას აქვს მაგი გაწერი ახლა რაც არ უნდა ის იყოს, ხო? კრიტიკული სიტუაცია უპირობო მხარდაჭერა ექნება ნებისმიერ ადმინისტრაციის პირობებში ისრაელის მიმართ. ეს უდაოდ იქნება ყოველთვის. იმიტომ რომ ყველაზე მძლავრი და საიმედო ფორპოსტია დასავლეთ ამერიკისთვის. ახლა აღმოსავლეთში. ისე სხვათა შორის ბევრს მიაჩნია რომ ისრაელი არის აი თქვა ამერიკის სატელიტი. აი ესეც საკითხის წაყრუება, ანუ ასე ზედაპირულად, არ ვიცი სიზმრებში მოგზდით, სადმე ერთი მაშ კომენტარში ვიღაცის რაღაც ნაბოდვარს წაიკითხავ და მე თქვენ რაღაც ცოდნაში ეს გადახარშავ და ასე აწვით ამას, ასე მარტივი არა. მაგალითად ისლამური რევოლუცია რო იცი ახლა თეკლა შემე ირანის შახზე წიგნი მაქვს დაწერილი. დეტალურად ვიცი იქ შეიძლება საათობით არა, მაგრამ დღის რომელ ნაწილში რა ვითარდებოდა ყველაფერი მაქვს კარგად შესწავლილი და მან ისრაელის ხელისუფლებისა და ამერიკის მაშინდელი მთავრობის პოზიციები რადიკალურად განსხვავებული იყო. ისრაელის ძალოვნები მაგ მოსადია საუბარი თავისთავად რომელიც ოპერატიულ ინფორმაციას ფლობდა 600-ზე მეტი მოსადის აგენტი იმყოფებოდა ირანში რევოლუციის პერიოდში. ყველაფერი იცოდა ვის სად როგორ სუნთქავდა და რას აპირებდა. მან მოსადის ანგარიში შემაჯამებლად რო ვთქვა. ეს სხვათა შორის ჩემს წიგნშიც იქნება მომდევნო წიგნში, რომელიც ირანის შახზე იქნება. მან მექნება ეს დეტალურად აღწერილი. აი ეს მომენტები, რასაც ახლა ვიტყვი. მან მოსადის ანგარიში წერია რომ მან მოსადის ანგარიში წერია რომ თუ დასავლეთმა ამერიკაზე იყო საუბარი შეწყვიტა შახის რეჟიმის მხარდაჭერა, მაშინ ჩვენ მივიღებთ უკიდურესად ანტიდასავლურ რეჟიმს. კარტერის ადმინისტრაციამ დაიჩემა და ძირი გამოუთხარა შახის რეჟიმს. ანგელოზი შახი არ იყო, მაგრამ ახლა არც ისეთი ის იყო, რაც შემდეგ მაგას ბევრი რაღაცები მიაწერეს. ჯარი გაუნეიტრალეს, შახი ქვეყნიდან აიძულეს ასული იყო, შახის გარეშე დარჩენილი არმიამ, უმეთაურო დარჩენილი არმიამ არ იცოდა რა გაეკეთებინა, იმიტომ რომ თლიანად უპირობოდ დამორჩილებული იყო შახის ნებაზე. შახის ბრძანების გარეშე ნაბიჯს ვერ დგამდნენ, იმიტომ რომ პოლიტიკაში არ ერეოდნენ, მაგრამ რეჟიმის მონარქიის დამცველები იყვნენ. ეს გაუნეიტრალეს, შახი ქვეყნიდან აიძულეს წასული იყვნენ, ხომენი პარიზიდან ჩამოუყვანეს, თვითმფრინავით ჩამოგდება უნდა გენერლებს, იქ ჩაუსვეს 100-ზე მეტი უცხოელი ჟურნალისტი, რომ დაეზღვია და არ ჩამოეგდოთ. და ეს ხო ისრაელის საწინააღმდეგო ნაბიჯი იყო, ხო გადადგმული ამ კუთხით თუ მიუდგეთ, რომელი სახელმწიფო და რეჟიმი იყო ისრაელისთვის მისაღები. შახის რეჟიმი, რომელსაც თანამშრომლობდა სამხედრო და სადაზვერვო სფეროში და ეკონომიკურ სფეროში, ნავთობს აწვდიდა შახი ისრაელს. თუ დღევანდელი რეჟიმი, მაგრამ ამერიკის ინტერესები ხო მაშინ გაიყო.
ანუ საუბარი იმაზე რომ იმის სატელიტია და ერთი მას აკეთებენ, ასე არ არის. განსხვავებული პოზიციები აქვთ მაგათ. თელ რიგ საკითხებზე. და აქ როგორ შეივაჭრებენ ახლა იმას, როგორ შეთანხმდებიან რომ ისრაელის ინტერესების თავისთავად იქნეს გათვალისწინებული, ნუ აგერ გამოჩნდა თუნდაც იმით რომ ხეზბოლას მიმართ პროქსი ძალების დაშოშმინება ერთ-ერთი ქვეპუნქტად არის აქ. იმიტომ რომ ახლა შენ თუ აქ ბირთვულ იმაზე რაღაცას მიაღწევ და აქით გააგრძელე პროქსი ძალებით მაიმუნობები, მაშინ ეს ამას რა აზრი ექნება? ხო და ირანს თუ უნდა ეს მთელი რიგი პუნქტები, იქ სანქციების მოხსნა, აქ მყარი გარანტიები, დაბლოკილი თანხების უკან მიღება, გამბლოკვა, პლუს აგერ რეკონსტრუქციის იმის, ხო, აღორძინების ფონდის მეშვეობით ირანის აღდგენა ასეთ პირობებში, ნუ ამერიკაც და ისრაელის ჩააქსოვენ იქ თავის ინტერესებს, რაც გულისხმობს ამ პროქსი ძალების დამშვიდებას. ახლა მაგათ არავინ არ გააუქმებს, თავისთავად და ვერც გააუქმებენ ჯერ ერთი. მაგრამ რო შეწყდეს ეს კონფლიქტური სიტუაცია, რაც მან დღეისათვის არსებობს. ხო, ეს ასე მოკლედ. ოით. ვასილ მოიცა მიკროფონია კიდე გათიშული ერთი წუთით, მე მგონი ჩაირთო. ой. შენი მხრიდან ჩართე აბა. ხო, ნახე კიდე რა მინდა და მეკითხა, რადგან ესე ძალიან ციხმისეულად ჩავყევით, რეალურად რაშიდაში ეს მემორანდუმი ხო არ მოხდა დიდი დარტყმა ეკონომიკაზე და ეს ხო არ იყო გამოძახილი ამ მემორანდუმზე დათანხმების და სურვილის გამოთქმის, იმიტომ რომ ჰორმუზის სრუტე ეკონომიკურად ძალიან საინტერესო ნაწილია ეკონომიკური მხარე მან. როცა ჩაკეტილია სრუტე, რომელშიც გემების მიმოსვლა იქნება, ტვირთები იქნება, თუ რაც იქნება, ყველაფერი მაგაზე იყო დამოკიდებული, ხო? ამერიკის მხარეს დაინტერესებული იყო, ევროპის მხარეს, აქ აზიური ნაწილიც უნდა გავითვალისწინოთ და მაინტერესებს შენი პოზიცია ეკონომიკის ნაწილში ხო არ მოხდა, ეკონომიკის ნაწილმა ხო არ გამოიწვია ამ მემორანდუმზე ერთ-ერთი ნაბიჯი, მაგიტომ ხო არ გადაიდგა, მაგიტომ ხო არ იყო ერთ-ერთი. ყველაფერი ცეკლა მიდის ეკონომიკაზე. ყველა. ამიტომ თქვი რომ ირანის რეჟიმის დამხობა, ირანის განადგურება, ყველაფერი არის შესაძლებელი, უბრალოდ რაფასის გადახდა მოგიწევს ამას ანგარიშობენ. მეტი რა გააკეთოს ახლა. ასეთი სპეცოპერაცია ახლა რაღაც ამერიკამ გააკეთა აგერ თებერვლიდან, ასეთი ისტორიაში არ არსებობს სამხედრო პოლიტიკური და სასულიერო პირების ლიკვიდაცია მოკლე ვადაში ასეთ წერტილოვანი დარტყმებით, ასეთი სიზუსტით. აქ ჩამოიშალა სისტემა. რა ქნა სახმელეთო ჯარები შეიყვანოს, სად უნდა შეიყვანოს და რა უნდა ქნას. აი რა უნდა აიღოს. საიდან ერაყიდან უნდა შეიჭროს, ჯერ ერთი ერაყის მოსახლეობის 75% შიიტია და იგი გიჟი შიიტური მილიციებია, კაცო, ხაშტა შააბი და მთელი ისინი ფანატიკოსები. იქიდან როგორ შევა? აი დაუშვა თეორიულად რაღაც წარმოვიდეთ ერაყიდან შეიჭრა. სად უნდა შევიდეს, აი ქალაქს რო აიღებს, იქ ყოველი მეჩეთი ხო წინააღმდეგობის ის იქნება ცენტრი. იმის აღება, დაკავება, მე რა უნდა გააკეთო? მაშინ ყველა უნდა გაშლიტო იქ. არ გადავა იქ არავინ ამერიკის მხარეს, როგორც ავღანეთში მოხდა თავიდან თალიბანი მობეზრდათ. ერაყში მოხდა მასე ქურთები და შიიტები გადავიდნენ. იმიტომ რომ სუნიტები მართავდნენ სადამ ჰუსეინის პერიოდში. იქ დაემთხათ, მაგრამ ირანის შემთხვევაში ვინ უნდა აუჯანყდეს? ირანელ აზერბაიჯანელებზე ჰქონდათ იმედი და ახლა ეს ხალხი მე მგონი არ ვიცი ეს ბოლო ვიკიპედიის დონეზე მაინც რო შეისწავლოთ ეს საკითხები, ნუ კარგი იქნება და არ გაგიტყდება თქვენ თვითონ ასეთი ის უვიცი იმის წარმოჩენა, ხო? ვინც მოკლეს ალი ხამენი, ვინ იყო აზერბაიჯანელი იყო, კაცო. მოშტაბა ხომეინი, ნუ ცოცხალია თუ არა მკვდარია არ ვიცით, მაგრამ ცოცხალია ვიძახი. ხო ისიც აზერბაიჯანელი. შარშალ მოკლული გენშტაბის უფროსი მოხამედ ბაყერი აზერბაიჯანელი. ახლა ლიკვიდირებული 15 თუ 16-მდან გენერლიდან 4 თუ არ ვწდები აზერბაიჯანელი. დიდი აიათოლებიდან ახლა თითქმის 1/13 თუ 1/4 ზუსტად აზერბაიჯანელები არიან. თვითონ მართავენ სპარსელებთან ერთად და ვის უნდა აუჯანყდნენ, გამაგებინეთ ერთი კაცო.
და ესეთი აბსურდულ რაღაცეებზე ხო არიციან საკითხის ზედაპირული მიდგომით დასავლეთიც ამას იყენებს პროპაგანდისტულ იმაში აი ეს ზედაპირული იმას ასე იყო შახის პერიოდში რეალურად დასავლური პროპაგანდის ნაწილია საქართველოში იმის გამოძახილი რა დამოკიდებულებაც აქვს ირანთან დაკავშირებით საზოგადოებას და როგორც იქედან აწვდიან ინფორმაციას იქაურ წყაროებზე დაყრდნობით კეთდება მეტწილად საქართველოში ნიუსები და მაგიტოა საზოგადოების დიდი ნაწილი რომ ვერ ხვდება რა არის თვითონ ირანი იკითხო დასავლური მაგრამ დასკვნები ხო უნდა გამოიტანოთ კაცო რა გჭირთ ბოლო-ბოლო თუ აზროვნება ხო უნდა ყოდეთ 10 იმიდან ნიუსიდან ყველა ფეიკი რო გამოდგა რაფერი არ გამოდგა მე ხო დასკვნა ხო უნდა გამოიტანოთ კაცო და მე საუბრობენ ასეთ ადამიანთა თანაბრენ როგორი თანაბარი ის უნდა გქონდეს უფლებები ასეთებთან ეხლა კაცო შავი თეთრისგან ვერ გაურჩევია და იმასაც ისეთი უფლებები გქონდეს როგორც მე ან თქვენ და ის იმან უნდა გადამიწყდოს მე რაღაც არჩევნებზე რაღაც ბედი რომელიც ვერ ერკვევა ასეთ ელემენტარულ რაღაცაში მე არ ვიცი 10-დან არჩი უნდა ურთხამდე კაცო ნოსტრადამუსი ხო არ ხარ მე ვფიქრობ არჩევნებისთვის ულებელია ფსიქიატრიული ქართველებისთვის ამოქეკეთ კაცო ხოლმე IQ-ს წოდნა შემოწმება უნდა მოხდეს ეს შემთხვევაში ხო ახლა ისა ხო ჩვენთვის ნახევარმდებარე ისა რეგიონი რომელი გამართდა ეთი საპროტესტო აქციები რეჟიმი ვერ შეცვალეს იმის უმაღლესი რანგის გენერლების და სასულიერო პირის ლიკვიდაცია ისე სისტემა ვერ ჩამოშალეს ქურთები ვერ აუჯანყეს აზერბაიჯანელები არ ჯანყდებიან რატომღაც ჯარების შეყვანა უნდათ მაგრამ არ იციან საიდან შეიყვანონ და ახლა ბიჭო არც ერთი თუ არ მართდება ახლა რაღაც კითხვები ხო უნდა გაგიჩნდეს ლოგიკურით ხო როგორ დგას ეს სახელმწიფო საერთოდ და გიხსით ამაზე დგას აი ეს ფაქტორები არის ეს რაღაც აცემენტებს ამ იმ ფუნდამენტს მოგწონს არ მოგწონს მაგრამ ეს რეჟიმია კაცო მან სხვა არ არის და მასე ეგონათ ეგრე ჩახის რეჟიმი ჩამოცლები და სასულიერო პირები რას იზამენ კაცო იქადაგებენ რაღაც გავლენა ექნება ისე იქადაგეს ძირფესიანად ამოძირგეს პროდასავლური ელიტა ეს ქნას დასავლეთმა ჯიმი კარტერმა ამერიკის პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ დესტენმა საფრანგეთის პრეზიდენტმა საიდანაც თვითმფრინავით ჩააბრძანეს ბოინგ 747-ით ხომენი და მთელი მისი ამალა ეს ქნა კალაგენმა იმას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და გერმანიაში იმის დასავლეთ გერმანიაში ვინ იყო მაშინ დამავიწყდა აი მათი გადაწყვეტილება გვადელუპის იმაზე კონფერენციაზე მიღებული მიავლინეს ეს გენერალ რობერტ ხაიზერი გაუნეიტრალიზ მილიონიანი შახის ჯარი ერთი საჯარისო ნაწილი არ გადასულათ ეკლა ერთი საჯარისო ნაწილი არ გადასულა სასულიერო პირების მხარეს და მითომ შექმნეს ეს გუშაკთა კორპუსი იმიტომ რომ არმიას როგორ უნდა ეყნობოდი როცა შახის მხარეს იყო და ბრძანება რო არ მიიღეს ნუ მიიღეს სისტემა რაც მოხდა შახმა არ უბრძანა და ნუ რა ქნან ეხლა ბრძანების გარშე ვერ მოქმედებს სისტემა კაცო აწყობილია ასე პირამიდასავით და მცდელობები რაც ჰქონდათ გენერლებს მოეხდანათ გადატრება ყველა ჩაახშოს ყველა განეიტრალეს დასავლეთის სპეცსამსახურებმა გამოეთხრევა ვიღაცა და ითქოს მე რუსეთის ის ხარ სახელ და გვარს ვერ დაგისახელებს მაგ პერიოდის მონაწილე ფიგურებს და იქიდან მოდის ეს სათავე კაცო დღეს კი არ დაიწყო ირანის ბირთვulis ის მაქიდან მოდის სათავე თვითონ არ მოიყვანეს ესენი და რას უზარდეს სასულიერო პირები 80 წელს მიტანილი ხომენი როგორ დაამხობდა მოწოდებები ჩახის რეჟიმს არ გადამრიოთ ახლა მართლა ჭუიდან ასე რაღაც მინდა აღნიშნო ეს მემორანდუმი იმას შეუქმნეს ის ქმნიან პრობლემებს რომელსაც მე ვერ აგვარებენ თვითონ ეხლა კიდევ დამატებითი ბერკეტი აჩუქეს ირანს ჰორმუზის სრუტის ემით რაღაცას ვიტყვი ახალი ინფორმაცია ანახე დღეს შუა დღეს გავრცელდა სადღაც 14 საათსა და 29 წუთზე გავრცელდა ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი და ამის შესახებ საერთოდ ინფორმაცია და ეხლა უფრო მაგარ აბსურდს გეტყვი G7-ის შეხვედრაზე ტრამპის განცხადება გავრცელდა შეხვედრიდან სანქციები არასოდეს მისცემს ირანს აღდგენის შესაძლებლობას სიღატაკეში იქნებიან 91 მილიონი ადამიანი იშიმშილებს როდესაც კარგად მოიქცევიან მათ გავაუქმებთ არა და მემორანდუმში
მემორანდუმში შუადღეს შედგენილ მემორანდუმში რომელიც გამოქვეყნდა შუადღეს გამოქვეყნდა თორე ეს ხო რა თქმა უნდა რამოდენიმე დღე იქნებოდა ამ თემაზე მუშაობა და ერთ-ერთ პუნქტში რაც მე-6 პუნქტი რაც წავიკითხეთ პირიქით დაზიანებულის აღდგენაზე 300 მილიარდი უნდა დაეხარჯა ამერიკას და მის პარტნიორებს ირანში აღდგენისთვის და მე უკვე G7-ზე ამ საღამოს ვრცელდება ინფორმაცია რომ ესეთ ტექსტს ავრცელებს და როგორ უნდა გქონდეს სანდოობა ირანს ამ კუთხით და თან ავრცელებს ესეთ ინფორმაციას თუ 60 დღეში ვერ მივაღწევთ ამ მემორანდუმის პარაგრაფში შედეგებსო მაშინ დაბომბვას დაუბრუნდებით რომ ეს სანდოობაზე როცა გქლაპარაკი აკეთონ ვერაფერს ვერ იზამ ვერაფერს ვერ შეცვლია ვერაფერს ვერ შეცვლია სათავეში პირიქით დესტაბილიზაცია მოხდება და ხა დესტაბილიზაცია თუნდაც მაშინ პირდაპირ თქვან და ნუ იჩემებენ რაღაცა რეკონსტრუქციის და აღდგენის ფონდების შექმნით კაცო მიყვნენ იმას რასაც აკეთებდნენ ვიეტნამში ავღანეთში ერაყში და ეგერ დაასრულონ ბარენ მეზეს ფარსის და რაც მოხდება მე თვითონ აიღონეს პასუხისმგებლობა და ხა რამდენად აწყობდეს ნავთობმონარქიას და რეგიონულ სახელმწიფოს აგერ გამოჩნდება ხა 100 მილიონ ადამიანს რომ მოშივდება მე შეჭამენ ეგ ადგილზე ყოველას მაქიდან დაეწყო ჯერ ჯიმი კარტერის საფლავი უნდა ამოეთხარათ მაშინ დღეს ამ დღეში რო არიან თვითონ მოიყვანეს ესენი თუმცა მაგის ძალა არ ქონდათ ამათ რომ დაემხო ჩახის რეჟიმი გადახედე ერთი დადებითი სტატია არ არის ერთი 500 სტატია მაქვს მაშინ შენახულის სხვადასხვა ევროპული გამოყვე ერთი დადებითი სტატიას ვერ ნახავთ შახზე და მოიყვანეს ეს მაჰათმა განდი არისო კაცო იმან თქვა ამერიკის იანგი თუ იუნგი არ ვწდები აფროამერიკელი ის იყო წარმომადგენელი გაეროში თუ არ ვწდები ზუსტად მე მაბატიე იუნგი თუ იანგი არ მახსოვს მაგას ვთქვი ხომენი ისლამური მაჰათმა განდი არის ეს შახის დამხობამდე რაღაც ერთი თვეც არ იყო მე დაამხეს შახი ეს რა არის კაცო რა მაჰათმა განდი ნუ აი ასეთი რაღაცა პრიმიტიული მიდგომა ახლო აღმოსავლეთი რთული რეგიონია კაცო როგორი ფიქრეს რომ შიიტური სასულე პირები მათი დამკროლები გახდებოდნენ ვის მოვიდა ტვინში მაგრამ ხო მიქარეს და ხო დაუტოვეს რეგიონს ეს მას ირანელების არჩევანია თვითონ თავიანთი ის მაგრამ როცა საუბრობენ ირანის პრობლემაზე თქვენ მოიყვანეთ ეს ადგილზე კი იყო მზად ეს მაგრამ ვერაფერს ვერ იზამდნენ ესენი შახისთვის ხელი უარ შეგეშალათ იქიდან დაიწყდა შემდეგ მოხდა ამერიკის საელჩო შტორმი წელიწად ნახევარი ტყვეობაში ყავდათ ამერიკელი დიპლომატები ეს უდიდესი შეურაცხყოფა ახლა ზესახელმწიფო ამერიკა ხო მოგწოს არ მოგწოს ასეა ეს უდიდესი შეურაცხყოფა მათთვის არავის არ გაუკეთებია ეს ირანმა გააკეთა და ეს როგორც ძვალიად ისიადებთ ამერიკელებს ეს და ურთიერთმდებლობა თავისთავად ხო ამ კუთხით ხო და სალამ დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგება ორ სახელმწიფოს შორის ჯერ ერთი არ ვიცი რა ფორმით უნდა აღდგეს ძელი წარმოსადგენელი ირანელები არ ეტყვია მოდი ახლა აღადგინეო ის დაბრუნდიო და ამერიკელები არც თხოვენ იქით და რო თხოვონ და ირანმა უარი უთხრას ხომ ერე ხო საერთოდ დასაცინი გახდებიან ამერიკელები ამერიკა ითხოვს და ირანი ისევ პანჩოს ურტყამს ხო და სანამ დიპლომატიური ურთიერთობა არ არის ორ ასე დიდ სახელმწიფო შორის ზესახელმწიფო ამერიკა და რეგიონულ დონეზე წამყვანი სახელმწიფოა ხო გავლენებით თავისი მასშტაბებით ხო და რო არა დიპლომატიური ურთიერთობა საუბარი იმაზე ურთიერთგაგების ურთიერთშეთანხმების და ურთიერთსიყვარულის მემორანდუმი რაც არ უნდა დაარქვა არაფერი არ ეშველება ამათ არაფერი მუდამ იქნება ეს იმიტომ რომ მე არ ვენდობოდი ირანის ადგილას ახლა მეორე მხარეს არც ამერიკის ადგილას იმიტომ რომ მე გითხარით ამერიკის პოზიციიდან მე შეურაცხყოფილი ვიქნებოდი ახლა იგი არ საელჩოს შტორმი და ნუ საელჩო ახლა მაინც ხელუხლებელი ის არის აი ეს ისიც როგორ ის არის მაინც ახლა ჩხუბში ხო ნუ მოსულა ხო ჩხუბში გცემეს ახლა მაგრამ პანჩური რო ამოგარტყან ეს ჯობია ცემით მოკლა ხო და ხა ის პანჩურის ამორტყმა იყო ის ცემა არ იყო ამერიკის ვერ ცემდა მაგრამ პანჩური ამოარტყა დარჩა ეს ამერიკას ხო ხო და ვერ ხარშავენ ამ იმას ხო და ასე მიდის ასეთი ის იცილო ბიცილო ვინ სად როგორ და
არ მჯერა მე ამ შეთანხმების ბევრი ფაქტორებია პირველ რიგში ეს დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონა ორ სახელმწიფოს შორის ეს ფუნდამენტური გადაუჭრელი საკითხები იყო ეს შეურაცხყოფა საელჩო შტორმი და მოყოლებული ბოდიში მაინც არ მოუხდი ირანს ეს ცოტა რაღაცას მაინც შეარბილებდა შემდეგ ეს უნდობლობის მომენტი როგორ უნდა ენდოს ახლა გამდიდრებული ურანი რომ ჩააბაროს და ეს ყველაფერი ცენტრიფუგები დაშალოს და მეორე დღეს რომ დაარტყას ირანმა რაკნას მე არაფერი არა ისე ჰორმუზის სრუტის ბლოკადა აქ ორმაგი მაინც ბერკეტი აქვს ერთი ჰორმუზის სრუტი და მეორე ურანს ამდიდრებს ორივე საფრთხეა და ასეთ შემთხვევაში ერთი დარჩება მარტო ჰორმუზის სრუტის და ის ჩაბარებული იქნება თავისინებით ხო და ამას არ ჩააბარებს ირანი და აი როგორ მიაღწევნა ორ თვეში ამას რთული სათქმელია რა ძალიან რთული და ყველაფერი დამოკიდებულია მაინც ახლა ბერკეტები აქვს ორივეს ამერიკას აქვს ეს საკითხი მოაგვაროს ისე რომ სიტუაცია დალაგდეს აი ირანმა რო დაიჯეროს რეალურად დათმობები ორი მხარეს მოუწევს თუ მოინდომებენ ამ მემორანდუმის შესრულებას დათმობების წასვლა ორივეს მოუწევს სამხედრო სცენარით ირანის საკითხის მოგვარებას იმ საკითხში რაზეც იუნიონის ბირთვული პროგრამა არის შეუძლებლად მიმაჩნია დესტაბილიზაცია წავა ისეთი მასშტაბის ჩვენ ვერ მოვასწრებით მის დასრულებას იქ რა იქნება და რა პრობლემები შეუქმნა ნუ ნავთობმონარქიებს ხო ჩაძირავს საერთოდ ყველა ირანს ნუ დედას უტირებს ბოდიში იქ დედას უტირებს რა მეტი ვის უნდა ურთხას ხო და ასეთი ვითარება დღეისათვის რა ხო და ყველაზე კარგი აი მე რაც ახლა ირანის იმას ვიკლებ და რაც ვაკვირდები ყველაზე კარგი იქნებოდა გაეგრძელებინათ ის ვენის ხელშეკრულება საიდანაც ამერიკა გავიდა ტრამპის პირველი ადმინისტრაცია უფრო სწორედ გავიდა 2018 წლის მაისში მაშინ სხვათა შორის ირანში ვიყავი კონფერენციაზე და იქ შევიტყვეს ეს ინფორმაცია ხო და რო გავიდა მაშინ ტრამპის ადმინისტრაცია იძახდა პირველი ადმინისტრაცია რომ ირანი არ ღვევსო მასზე დაკისებულ ვალდებულებებს. გადავამოწეს სპეციალურად საერთაშორისო ესე იგი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საიტი აქვს, მაგას თავისი რაპორტები აქვს, თუ ხელოვნური ინტელექტს სწორ კითხვას დაუსვამთ, კონკრეტულ ფაილებსაც მოგაწვით PDF ფორმატით. იმ დედანში რაც მაგის საიტზე არის. მად წერია რომ ირანი ასრულებს თავის მოვალეობას, იმიტომ რომ 24 საათიანი წვემა ჰქონდა ამ ატომურ სააგენტოს, ირანულ ბირთვულ ობიექტზე. და ეხლა ეს სააგენტო ტყუის, ტრამპი არ ტყუის, თუ პირიქით. ეს ტყუის და ტრამპია მართალი. ანუ ხედავთ როგორ ის არის განსხვავებული, გაეგრძელებინათ ის და თუ დაარღვევდა ირანი ერთობლივად კომბინირებულად ევროპელების მიერ ინიცირებული ეს ვენის ხელშეკრულება თავზე გადაახევდეთ ირანს უკვე კომბინირებული ჯარების კოალიციით. და ეხლა მარტო რო დაიწყე შენ ირანთან გარჩევები და აქ ჩხუბში ეძახი ახლა იმას ბრიტანეთს საფრანგე და იმას ისინი საერთოდ სუფრაზეს არ ყავს დაპატიჟებული ჯერ ერთი. საპატიჟო და მაშინ ერთად ისხდნენ ხო რამდენი წელი მუშაობდნენ ამ იმაზე. ხო და ეს შესაბამისად მიმაჩნია მე ამ კუთ უნდა გაეგრძელებინა და მე ერთობლივად ამერიკას არ გაუჭირდებოდა ევროპული ქვეყნების დაყოლება, იმიტომ რომ იქ კონტროლის მექანიზმებიც იყო, იმიტომ რომ ირანი თუ დაარღვევს იქ თან აგარანტორები ჩინეთი და რუსეთიც იყო, ნუ ახლა ისინი თავისთავად ახლა ირანის წინააღმდეგ არ წავიდოდნენ სამხედრო გზით, მაგრამ დიდ ვერაფერ ვეტოსაც არ დაადებდნენ ირანის წინააღმდეგ, თქვათ იმაში ნატოში რაღაც გადაწყვეტილება რომ მიიღოს სამხედრო ოპერაცია რომ დაეწყოთ რომ მისი ბირთვული პროგრამა შეეჩერებინათ. ეს ისე ვიძახი ჩემი წარმოდგენით უბრალოდ მე რას ვნახე დოკუმენტები ახლა თუ იქ არ არღვევდა ნუ მაშინ რატო გახვედი კაცო და ეხლა რო აწერ ხელს ისე სხვათა შორის აქ აღსანიშნავია რომ თუ ეს მოეწერა ხელი და მართლა ვალდებულების შესრულება დაიწყეს ეს უფრო მყარი იქნება ვიდრე ვენის ხელშეკრულება იმიტომ რომ ვენის ხელშეკრულებიდან ეს ევროპელი ქვეყნების ინიციატივა იყო საფრანგეთის გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მათ ინიციატივა იყო ამერიკა რო გავიდა დამთავრდა ვენის ხელშეკრულება იმარა რა შლით ამ სუფრას თუ იმის შემწვარი გოჭის მოტანა არ შეგიძლიათ სუფრაზე კაცო ამ ევროპელებს მაგ საუბარი არ ქონიათ მაგის ერთი ადგილი რომ შეესრულებინათ ეს ხელშეკრულება ბოლომდე ანუ ამერიკა გავიდა ამერიკა მერე მოიპატიჟეს
ხელშეკრულებაში. და გავიდა და დაკარგა ძალა. ნუ მაშინ ამერიკის ხედვიდან ახლა რა აზრი აქვს ევროპელების ხელახლა ჩართვა, მოდი მე გავაფორმებ და თუ გააფორმეს რეალურად, ამას ექნება მართლა ძალა. აი ამას. იმიტომ რომ ამერიკას როგორც სამხედრო რესურსიც აქვს, ასევე ფინანსურიც. უბრალოდ ამ ეტაპზე გამოჩნდა რომ მეტის გადამხდელი არ იყო კონფლიქტის გაგრძელებისათვის. იმიტომ რომ ნახა ახლა იგი ნავთობმონარქიებზე როგორ აწუხებდა მაგათ ვერ ჩამოწერა ახლა ეს კლასი მარტივი არა იგი მაგათ ტრილიონებით ინვესტიციები აქვს თელი ქვეყნის მსოფლიოს მასშტაბით კაცო. აი ნავთობმონარქიებს. მათ გავლენები აქვს, ბიზნესებია და ყველა კალკულაციით ითვლის კაცო. მეც რომ მქონდეს ახლა იგი ტრილიონიანი ინვესტიცია მეც დავსვამდე კითხვას რას აპირებ ბოლო-ბოლო. მიზღვევთ ამ ჩემთან ხას ერთობლივად რომ მუშაობ თუ გავიტანო რა გავაკეთო თუ კერძო ჯარი დავიქირავო და ჩემით რაღაცა ვეცადო ნუ ასეთი ისმიდის რა კულუარული ისინი ვაჭრობები და ყველაფერი ხდება კონვერტირებით თუ ის რამდენი და როგორ ჩანს ამ ეტაპზე არ აწყოთ და ისე არცაა გამორიცხული რომ ისე დაიწყოს იმიტომ რომ ფაქტორები გითხარით ხო არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა დობა არ არსებობს როგორ აღადგენ არ ვიცი ეს საელჩო შტორმიდან ეს მოყოლებული ბოდიში წარმოხდა არის აქედან ირანის მხრიდანაც ეს ერთვის ამ ყველაფერს სისტემა ვერ ჩამოშალეს და ეს პრობლემები შეექმნა და ეს ყველაფერი კომბინირებულად აქეთ ისრაელი იქით ევროპა მოკლედ სად როგორ იმოქმედო ნუ რთულია ასე ხო მარტივად და არ ვიცი ახლა რას მიაღწევენ ჟენევაში მაგრამ თუ მიაღწიეს მართლა და ხელი მოაწერეს, ნუ მაშინ ამას ექნება ძალა. მაგრამ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება ამას, იმიტომ რომ ირანს სანქციები რომ მოუხსნა, თუნდაც ნავთობის სფეროში, თქვენ წარმოიდგინეთ, რა პოტენციალი გამონთავისუფლდება თუნდაც ამ ჩვენი რეგიონის მმართველებით. გასაგები ახლა ირანი ნავთობის ჩალის ფასად ყიდის შავი ბაზრის მეშვეობით, ძირითადად ჩინეთში და იქით, ხო, სხვადასხვა ქვეყნებიც ყიდულობენ კიდე ფარულად. ვადერეფნის საკითხზე აქტიურად დაიწყო მუშაობა რეგიონში. სამის ფორმატზეც იყო შეხვედრები უკვე და იმ ნაწილზე კარგია რომ თავად გადახვედი, მინდა და ისედაც მეკითხა. კომენტარებს არ რეაქცია ყურადღება. არ ვიცი ახლა მაგის ის რა მაგ ახლა ირანის იმით ჯობია შემოვიფარგლოთ ისე. და ეს გამონთავისუფლება ეს ენერგო ისინი აქ დიდი კონკურენცია წავა მე. ირანს ახალი ბაზრების ათვისება დაჭირდება. თუ მივიდა სანქციების მოხსნამდე. და ეს პირველი დოზა მიიღო მრავალწლიანი ამ სანქციების შემდეგ, ხო, პირველი ის გაიჭიროს ვენაში. ნავთობი ხსნება, მადა. ბულის, ხო? ხო და ეს დოზა შემდეგ უკვე კონკურენციაც გაჩნდება მთელი რიგი მიმართულებებით. ახალი ბაზრები გაითვისოს იმ ფასებად არ გაყიდეს რაც ახლა იყიდება. დააკრებს თუ არა და თუ იგივე ფასი დააწესა რაც ახლა ეს ამ მონოპოლიებს შემოაქვთ, მაშინ ბაზარს ვერ საითვისებს ისედაც. იმიტომ რომ იმათ აწყობილის აქვს კომბინაცია უკვე საიდან და როგორ შემოაქვთ. დიდი ბრძოლა წავა მოკლედ რა. ეს სანქციების შემდგომ პერიოდი არანაკლებ საინტერესო იქნება და უფრო მომაკვდინებელი იქნება მე ვფიქრობ ისეთი ბრძოლა წავა ბაზრებისთვის. რეალურად მე მახსოვს პირველად როდესაც ირანის საკითხებზე ჩაქრთე ჩემთან სასაუბროდ ლაივში მითხარით ეკლა ირანი არ მოგვაწყენს და ახლო აღმოსავლეთიო და ასე სამიხდეს ყველაფერი მასი. რეალურად საგიჟეთია ირგვლივ. კავკასიის და ზოგადად საქართველოს როლი ეკონომიკური კუთხით ამ ნაწილში როგორი იქნება ამაზეც რომ მითხრა რამოდენიმე სიტყვით თუ შეიძლება. იმიტომ რომ ჩვენ ამ კუთხით არანაირი ის არ აქვს ირანთან ეკონომიკური ის აგერ შეკითხვა არის თურქეთს რამდენად აწყობს საქართველოს ესე იგი საქართველოს ხსნილი ირანი საერთოდ არ აწყობს. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დაშლას თურქეთი ირანისგან განსხვავებით მომზადებული დახვდა სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. ნუ სომხეთის გარდა, იმიტომ გასაგემიზებელის გამო, ხო? იქ ომი იყო და გაიმარჯვეს სომხებმა რუსების დახმარებით, ანუ ჩაკეტილი იყო ეს მიმართულება, მაგრამ საქართველოს და იქ აზერბაიჯანთან, ხო? მაგრამ თქვენ რა ირანული ისინი საბაზრო ისინი რა დავარქვა პროდუქცია
რა თურქეთზე უარესია? თქვენ ირანში ნამყოფი არ ხართ, ეთქვა არ გინახიათ. ახლა შეიძლება მთელი რიგი პროდუქცია თურქული ახლოს ვერ მივიდეს ირანის იმასთან, პროდუქციასთან. იმიტომ რომ წელი არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ამაზე კონფერენციაზე მქონდა მე ეს მოხსენება. რამოდენიმე წლის წინ, ესე იგი გაეროს ეს ხელმისაწვდომი ინგლისურიდან თარგმნა ეს მასალა მე მოვიძი და მეც უნდა გამიკვირდა. ესე იგი გაეროს სოფლის მეურნეობის სფეროში არ ვიცი დეპარტამენტია თუ კომიტეტი თუ რაღაც ისა დაწესებულება ვინც ყოველწლიურ ანგარიშებს აქვეყნებს რომელი ქვეყანას სოფლის მეურნეობა რომელ იმაზეა ხო საფეხურზე. მთელი კრიტერიუმები აქვს რაოდენობიდან გამომდინარე და ხარისხი დამთავრებული. ირანი მსოფლიო ათეულში შედიოდა. ეს აგერ რა 5 წელი თუ 7 წლის ის ამბავია. ეს გაწოდა ეს ხედულობაში მივიღოთ რომ მოსახლეობა 90 მილიონი. უმკაცრესი საერთაშორისო სანქციები. ჰიპერინფლაცია პერიოდულად, ну ახლა საერთოდ იმაშია სტრატოსფეროში გაფრენილი ირანული ვალუტის კურსი. წყლის უსერიოზულესი პრობლემები. დინარები ფაქტიურად არაა. ჩვენთან რამდენი 1000 მდინარეა? 10 ხო, 7-10 რამდენი 1000-ია ჩვენთან მდინარე. ირანში არის ის აგერ 6-7. ისი ნახევრად მშრალი. და წყლის პრობლემები და ირანი ასეთ პირობებში ახერხებდა სოფლის მეურნეობის ეს მოეგვარებინა. თან არ დაგავიწყდა სანქციების პირობებში თავისთავად ფული შენ ბიუჯეტში იმდენი ვერ შეგვაქვს, იმიტომ რომ შავ ბაზარზე მესამე ფასად ხედით იმას, ხო, ნავთობს. და აქ რო გამოთავისუფლდება ახლა თუ კიდე ვიძახე თუ მოხსნეს სანქციები. ეს აქედან შემოსული თანხები ახლა იქ სოფლის მეურნეობაში როგორ ტექნოლოგიებს დანერგავეს წყლების ამოტუმბის გაფილტრის სოფლის მეურნეობაში ამ ტექნოლოგიების სარწყავი სისტემების დანერგვის ეს რა მასშტაბებს მიაღწევს ირანის სოფლის მეურნეობა მიმართულებით ახლა წარმოგიდგენიათ ახლა ნახევარი ქვეყანა უდაბნოა რაღაც ფაქტიურად და სადაც არა უდაბნო იქ წყალი პრობლემაა მთიან რეგიონებშია მარტო ახლა იქ რაღაც წყლის ჩრდილოეთი და იქ სადაც მთიანი რეგიონებია იქ შეიძლება წყალი მაგრამ თვითონ ცენტრალურ და იმ რაიონებში აღმოსავლურ რაიონებში მდინარე ძალიან ისაა რა ცოტა ხო და კონკურენცია გაჩნდება და თურქეთს არ აწყობს თავისთავად ვერ გაუწევს თურქეთი კონკურენციას შემდეგ ჩაიშლება ის ბაზრები რაც 10 ლარია სიტყვაზე რაღაცა ჩვენთვის იაფია ირანი მოგაწვეს 5-ად და ვერ დააკლეს თურქეთი 5-ად მაგას მე და წავა რაღაცა ისე მაიმუნობები როგორც ჩვევიათ ხო ირანული მარილი ტყვია შეიცავს იქ რაღაცა გამდიდრებული ურანის ისინი კვალი აღმოვაჩინეთ ვასში რაღაც დებილობებს მოიფიქრებენ არ ვიცი მეტი რა უნდა თქვა რაღაც სასწაულებს ხო ირანული ფინიკია კიბოს გამომწვევის ნომერ პირველია რაღაც სტატიებს შეთხზავენ დააშინებენ ამ ხალხს დააგოიმებენ ისევ აჭმევენ ამ იმას გოიმობას მორიქს და რეალურად სულ სხვა არის ირანში პროდუქცია საკმაოდ იაფია ანუ ცოტა ფასი მოიმატება თავისთავად ტექნოლოგიები და ის რომ დაინერგება მაგრამ არა იმდენად ეხლა რომ ვერ გაწვდეთ ჩვენ იმას მაგრამ საკმაოდ კარგი ნიშნულამდე მივა ირანის ეკონომიკა თუ მოიხსნა სანქციები ერთ 5 წელიწადში საერთოდ სხვა ირანი იქნება ამ კუთხით მაგრამ კიდევ ვიძახე თუ იმიტომ რომ ბევრი თუ არსებობს აქ მე ჩამოვთვალე უკვე ფაქტორები და ამას ყველაფერს შეუძლია საერთოდ ამოაყირავოს ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი და ურთიერთდაპირისპირების მემორანდუმად იქცეს შემდეგ არ ვიცი. ვასილ ნახე, რეალურად ჩვენ დღეს განვიხილავთ ამ დღეების განმავლობაში, რაც შედგა რა დოკუმენტიც და რაზეც 2 დღეში ხელი უნდა მოაწეროს, თორემ კაცმა არ იცის, შეიძლება 19 რიცხვამდე კიდევ ერთი ბათქაბუთხია ტექნიკ და მთელი ამბავი, იმიტომ რომ არაერთი მცდელობა მსგავსი შემთხვევა ირან-ამერიკის ომში გვინახავს, რომ რაღაც შეთანხმებაზე თითქოს მიდიან და უცებ
მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით დაიწყება დაბომბვები და გარანტია არ არსებობს იმის, რომ ეს შეთანხმება საერთოდ მივა კი 19 რიცხვამდე. იმიტომ რომ აგერ მემორანდუმში არის გაწერილი, რომ რაც დაზიანდა ირანში ჩვენ უნდა უზრუნველყოთ და 300 მილიარდი უნდა დაიხარჯოსო და აგერ G7-ის შეხვედრაზე საპირისპიროს იძახის. სანქციები უნდა მოიხსნასო აპრილში ეგ მითითებულია და აუცილებლად უნდა მოიხსნას ყველა სანქცია, რაც დაედო ირანსო. ამაზეც საპირისპირო განცხადება გააკეთა ტრამპმა G7-ის ლიდერებთან ერთად სხვებიდან, ხო და შეხვედრიდან და ცოტა უცნაურია და არარეალურიც არის, შეიძლება ვერც კი მივიდეს ეს მართლა მემორანდუმი და შენთქმის არ იყოს ურთიერთშეთანხმების კი არა, ომის მემორანდუმად გადაიქცეს შეიძლება, მაგრამ ჩვენ ამ მოცემულობაში რაც ვიხილეთ, მას განვიხილავთ. ამერიკა ირანის ურთიერთობების დარეგულირება ისე რომ ორივე მხარეს აწყობს. წარმოვიდგინოთ ასეთი რაღაცა, ხო? ეს რომ მოხდეს, ეს თავდაყირა დააყენებს იმ გეოპოლიტიკურ კონსტრუქციას, რომელიც ახლა არსებობს. დღევანდელი ამერიკის მოკავშირეები ხვალ შეიძლება თლად ისეთი სანდო მოკავშირეები არ აღმოჩნდნენ. იმიტომ რომ ნაწყენი აღმოჩნდა ამერიკაზე, რომ მიატოვეს და ირანზე გაცვალეს. იმიტომ რომ ირანის პოტენციალი ენერგორესურსები და სხვა დანარჩენი რესურსები ახლოს ვერ მივა ახლომოსავლეთის ვერცერთი სახელმწიფო. ვერცეთ კონკურენციას ვერ გაუწევენ ვერავინ. დაჩრდილავს. და მე ზუსტად ერთ-ერთ მიზეზად ამასაც მივიჩნევ, იმიტომ რომ ყველა სახელმწიფო, დიდი სახელმწიფო, სხვა პოტენციურად ასე ძლიერ სახელმწიფოს მის ეკონომიკური განვითარების დინამიკას სწავლობენ. კარგად ჰქონდათ შესწავლილი შახის პერიოდში რა დინამიკით ვითარდებოდა მის ეკონომიკა. იმ ტემპებით ის რომ გაგრძელებულიყო დღეს იქნებოდა ახლომოსავლეთის შვეიცარია და იაპონია. ზედმეტი გადაჭრების გარეშე. თავისი სპეციფიკით, თავისი ახლომოსავლური, მაგრამ იქნებოდა მაგდონეს. საუდის არაბეთი, თურქეთი ვერასდროს ვერ მივლენ მაგიდან სხვა ცივილიზაციური ის არის მენტალობა სხვა დონეა ვიდრე ირანის. და ირანი უნდა ყავდეთ დაკონსერვებული ასე. რომ არ მიცინ განვითარების საშუალება, იმიტომ რომ მე გითხარით სანქციების პირობებში გაეროს სოფლის მეურნეობის რასწერს, ხო? სოფლიო ათეულში შედის. თუ სანქციების ქვეშ სულ ზღაპავს და სოფლიო ათეულში შედის, რომ მოუხსნა სანქციები და 10 წელიწადში პირველ ადგილზე გავა მაშინ, ხო? ეს ასე პირობითი წარმოდგენით ახლა თუ სანქციების ქვეშ ამას ახერხებს, ხო გაუმჯობესდება მისი მონაცემები აი ამ კრიტერიუმებით. რასაც აკმაყოფილებს ეს, ხო, მათი ის გამოკითხვა, რომ მოხდი ამ სიაში. ხო და ბევრი პრობლემაა. რუსეთს აწყობს ახლა დამატებითი ნავთობგაზი რომ მივიდეს, შევიდეს სოფლიო ბაზარზე ირანის სახით. იქ მოკავშირე არ იქნება. სამხრეთ კავკასიის მიმართულებით მოკავშირეები ირანის ვინ იქნება? არავინ, ყველა მოწინააღმდეგე იქნება. თურქეთი, დასავლეთი, რუსეთი. ათვისებული აქვს მაგათ ასე თუ ისე ბაზარი. ირანის იმას კონკურენციას ვერ გაუწევენ. ირანი დაბალი იმით შემოვა. სტავკებით. და არ უნდათ ირანი უნდა დემონიზირებული უნდა იყოს. ჯალათები, სატანისტები, შახაბასი, აი მისი კით არ უნდა გახვიდე. ესენი კარგად აქვს შესწავლილი ჩვენი ფსიქოლოგია და ამაზე მიდის აპელია, რა დრო შახაბასია გავიდა 400 წელი. ძაღლი მიაყვდა მაგას ჯერ ერთი პირველ რიგში, ხო? ასაგებია. სადრო რომელიც სადა შახებიც არა ირანში დღეს კაც. სხვა სოფხედულობა სხვანაირი ის აქვს, მოწყობა და სხვადასხვა ინტერესები. ხო, მაგრამ იყენებენ ამას, ხო, აი დემაგოგიური მას, კლიშეებს და აი შიშებს. ეთნოფსიქოლოგიური კარგად აქვს შესწავლილი. და ურტყამენ ამას, აშინებენ ამას. ირანი მოდის. თვითონ თუ აფორმებს ირანთან ეს დედაატირებული საფრანგეთის ხელშეკრულება ჩვენ საქართველოს რატო უნდა გააფორმოს? დებილები ვარ თუ რა ჩვენ ვერ ვიხეირებთ? შენ რო ყიდულობ ირანისგან ნავთობს მე რატო არ უნდა ვიყიდო? ან გაზი? ჩემთვის დიქტატორია და შენთვის არ არის დიქტატორი? ხო უნდა გამოხვიდეთ ამ სიგოიმის იმიდან, კაცო, რაღაცეებიდან. თუ მოეხსნა სანქციები, რატომ არ უნდა ვივაჭროთ ირანთან? სრული მასშტაბით. თუ არა და აგერ იყიდეთ, აგერ აფასებიც ades მონოპოლისტები, ამათ შეუჭმიხართ ბოლომდე რა. ეს მოკლედ რომ მდგომარეობაზე
რა ეკონომიკური ის გაგვაჩნია ჩვენ. არაფერი არ გაგვაჩნია, ასე ვარ და მონოპოლისტების იმას მაიმუნობებს უყურებ და არაფერი ახლა ირანული ნავთობით რო შევიდეთ, ალბათ ფასები კიდევ გაორმაგდება იმაზე. იტყვიან რაღაც სასწაულს. ხო მხარისხვარი მე ველოდები ჰაერის სოჩიკეთით დაგვიყენებენ ასე რომ არაფერი გამიკვირდება. და ასეთი ვითარება მეტი სხვა რა უნდა დავამატო ახლა ამ სიგიჟეს და რაც უკვე თქვი. ხო ნუ ერთი სიტყვით უნდა ველოდოთ რაღაც სიურპრიზებს. მე მაინც ველოდები რაღაც სიურპრიზებს. მაიმუნობებს, უბრალოდ მაინტერესებს ვინი მაიმუნებს ამ ჯერზე. არ უნდათ ირანის სანქციებიდან გამოვიდეთ, არ უნდათ. ურჩევნიათ ბირთვული ბომბი დაარტყა. იმიტომ ირანის სანქციების ქვეშ რო არ იყოს, რო არ იქნება, რო წარმოვიდგინოთ. ბოდიში ბევრს დედაეტირება. ირანზე გადავა მთელი აქცენტი. იმიტომ ირანს ყველაფერი აქვს. გეოპოლიტიკური მდებარეობა და ენერგორესურსები. უბრალოდ წყალი აქვს ცოტა, ტყნარი წყალი. და სანქციები აფერხებს მის ეკონომიკურ განვითარებას. всё. ეს საკითხები რომ მოგვარდეს, აი მე ნახე თქვენ რეგიონში მართლა რეკონსტრუქციის და აღორძინების ბუმი ირანის სახით. ძალიან დიდი კონკურენცია წავა ამ კუთხით. და დიდი ბრძოლა. რეალურად ამ ხელა ომის პირობებში და ესეთ დაბომბების და სირთულეების პირობებში დიდი წინააღმდეგობა თავის მოსახლეობის მხრიდან არ შექმნია და თუ კი თავის ინფრასტრუქტურას და სახელმწიფოს ააშენებს და ააყვავებს, ხო, ელიტები, რატო ეყოლება მოწინააღმდეგე ვინმე? ვის? თვითონ ირანში. საკუთარი ხალხი არა უმხედრდა საბოლოო ჯამში ხო ნახეთ რაც უნდა ბოლომდე არ გამოუვიდეთ. როცა მე რო ვიყავი აგერი ირანში, ჯერ 2018-ში ვიყავი, შარჩანაც ვიყავი. 18-ში რო ვიყავი, იქ სასულიერო პირმა საერთოდ შახი შეაყო. დიქტატორი არ იყო, ნუ მე ბეტი რა უნდა თქვა, სასულიერო პირები მართავენ და სასულიერო პირები მეუბნება დიქტატორი არ იყო. და შარშან რო ვიყავი ყომში და იმაში. არ დავასახელებ იმ სახელ და იმას, ხო, რომ დავილაპარაკე. ღია დემონსტრაციულად შახის მომხრეები იყვნენ. ახალგაზრდები. ერთი 50-ს გადაცილებული იყო ერთი ბიჭი და მეორე იქ უკვე თვითონ თეირანში. აქვთ მაგათ ასეთი რაღაცა, მაგრამ ასეთ ვითარებაში არ არიან მზად, რომ ამერიკული აბრანსების იმის მეშვეობით შახის რეჟიმი დააბრუნო. არ უნდათ ესე. რონდომებოდათ კი ვიხილავდით, მაგრამ გამოიყოფოდნენ, ამოვიდოდნენ კიდევ, გადაწვავდნენ კიდევ იქ. ხო, გუშაკთა კორპუსის იმას, არ მოხდა ეს. რო არ მოხდა ეს, ხონდა იყოს დამაფიქრებელი, რატო არ მოხდა და რავი რა, რაც მე ვიცი ამ კუთხით მე უკვე ავხსენი რა, რატომ არ მოხდა და თუ გაითვალისწინეთ, ბევრი გასაგები გახდება სამომავლოდ. თუ არ გაითვალისწინეთ, უყურეთ ამ Wall Street Journal და Washington Post და იყავით მათ იმედებზე, რას იქ დაწერენ და ის გონიათ ახლა იქ ჯო უილსონი და ეს მეტიუ ბრაიზა რო იტყვის იმათ იმას უსმინეთ. იმათ უფრო კარგად იციან ის ირანისის. აი კარგად რო იციან ირანი, იმიტომ მოიყვანეს ესენი ხელისუფლებაში. წყალებში რო იციან. კარგად რო იცოდნენ ირანი, იმიტომ ზიან ესენი ახლა იქ. სადაც ზიან. და ამათ უკვე ვერაფერს ვერ უზავ. შიგნიდან თუ არ მოხდა ამის ტრანსფორმირება, შიგნიდან ამის ნიშნები არ ჩანს ჯერ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ესეთი ამომწყურავი ინფორმაციისთვის. დაველოდოთ 2 დღეში არის 19 რიცხვი, ჟენევაში თუ მოხდა ეს შეთანხმებაზე ხელის მოწერა, მე უკვე იქნება ძალიან ბევრი პროცესები, ალბათ პუნქტები ან ჩაემატება, ან შეიცვლება და რაღაცა იქნება რა და იქეთ კვირაში აუცილებლად შეგაწუხებთ, მე უკვე უფრო დაგროვილი იქნება მასალა და კიდევ შეძლებ უკეთესად განხილვას. დღევანდელი მოცემულობით რაც ვიცით და რაც გავიგეთ, ამის მიხედვით ვისაუბრეთ, ხო რა განცხადებებიც არის გავრცელებული და ოფიციალური ინფორმაცია. იზმრებს კიდე ჩვენ ხალხს ვერ მოუყვებით, მაგისთვის ის არ იყოს არსებობს Wall Street Journal და ABC და ასე შემდეგ და Washington Post. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და დროებით დაგემშვიდობები, იმიტომ რომ ვიცი რომ კიდე შეგაწუხ. დაბადოთ ყველას, მშვიდობას გისურვებთ. ნახვამდის მშვიდობიან საქართველოში შევხვედროთ დროებით.